სახელითა მამისაითა, დადისაითა და წმინდისა სულისაითა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ საყვარელო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ახლა დაწერილი ხატის შემოგზავნებას, რომლის სული სახელიცაა, სახელდება მე ვარ თქვენთანა და ვერ ვინ შეუძლოს წინააღმდგომად თქვენთან. ამ ხატის დღესასწაული აღინიშნება მართლმადიდებელ ეკლესიაში დიდმარხვის მეხუთე შაბათს, როდესაც არის ქება, ანუ შესხმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამისა. აი რას უკავშირდება ეს? ერთხელაც წმინდა გიორგის ერთ-ერთ ტაძარში, ეს რუსეთის ეკლესიაში მოხდა, სწორედ დიდმარხვის მეხუთე შაბათს, როცა დღესასწაულება ღვთისმშობლის ხსენება, კერძოდ ქება მისი, წმინდა გიორგის ერთ ტაძარში, სწორედ წირვის დროს, როდესაც იგალობებდა ღვთისმშობელ მარიამის მიმართ, გამოჩნდა წირვალზე და ეს რამოდენიმე მორწმუნე ღვთისმოშიშმა ადამიანმა იხილა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აღმატებული მშვენიერებითა და სიტურფით, ორი მოციქულის თანხლებით, იოანე ღვთისმეტყველისა, რომელიც შვილობილია ქრისტეს მიერ მისი, და ასევე იაგონ მოციქულისა, რომელიც იერუსალიმის პირველი პატრიარქი ეპისკოპოსი გახლდათ. ამის შემდგომ დაწესდა ხსენება ამ ხატის სწორედ დიდმარხვის მეხუთე შაბათს. და ჩვენს თუ ღმერთმა მშვიდობით გვამყოფა შესატყვისად, აი ყველა ეს ხატები, რაც დაიწერა ღვთისმშობელ მარიამისა და კიდევ რამოდენიმე ხატია დასაწერი, კერძოდ ლოცვა კურთხევა მიიღო ერთ-ერთმა ჩვენმა ხატმწერმა, ჩვენი მრევლიდან გიორგიმ, რომელმაც ის არც ეს მშვენიერი ხატი გამოწერა, რომ შევარჩიეთ მასთან ერთად ერთ-ერთი რედაქცია ხატისა, ყოველთა ბოროტთა გულთა მომდოვრება. საგანგებოდ შევარჩია უამრავ ხატს შორის ღვთისმშობელ მარიამისა ეს ხატი, იმიტომ რომ გამრავდა ქვეყანას ასე და ბოროტება, ღვაწლი, განკითხვა, გესლიდა ეს შემდეგ, ამიტომ სურს რომ საგანგებოდ შეიქმნას ჩვენთან ეს ხატი და აღევლინებოდეს შესატყვისი დაუმჯდომელი ღვთისმშობელ მარიამის მიმართ, რომ ეგების თუ ყველასი არა, ზოგიერთა გული მაინც მოლბეს და სინანულში ჩავარდეს. ეს ხატი, რომელიც ღვთისმადლით დღეს ვაკურთხეთ, მე ვარ თქვენთან, მოკლედ რომ ვთქვათ, შეიქმნა რუსეთის ეკლესიის წიაღში გვიანდელ შუა საუკუნეებში. მრავალი წმინდა მამის, ასე ვთქვათ, ხელის გამოიარა ამ ხატმა, სახელდება, რომელიც დღესდღეობით ამ ხატს ეს აქვს და სხვადასხვა სახელს ატარებდა საუკუნეთა განმავლობაში, საბოლოოდ დამკვირდა ის სახელი მასზე და რომელიც მას შეარქვა ცნობილმა იღუმენიამ თაისიამ, რომელიც თანამედროვე იყო, წმინდა და გაგრძელული დედა იყო, წმინდა და მართალი იოანე კროშატელის. არის გადმოცემა თითქოს აი თვით დაუმჯდომელში ხსენებული წმინდა სერაფიმე ვირიცელის ამ ხატით იქნა დალოცვილი თითქოს და იოანე კროშატელის მიერ, თუმცა მისი ნაცავები ამას უარყოფენ. ყოველ შემთხვევაში ეკლესიისთვის ეს მისაღები, რადგან თვით დაუმჯდომელში იქნა ესე იგი შეტანილი. ისე როგორც სასწაული, რომელიც მოხდა წმინდა გიორგის ეკლესიაში, როდესაც როგორც თავში მოგახსენეთ, იხილეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულთა თანა. და მრავალიცა სხვა შორის წმინდა სერაფიმ ვირიცელს არაერთი წინასწარმეტყველება აქვს წარმოთქმული ბოლო შამსზე და მათ შორის ღვთისმშობლის სიუხვედრ ივერიაში, რაც საგულისხმოა, რა თქმა უნდა. მოკლედ, ეს ხატი არის ამგვარი მადლის თვით სახელდება, ეს თაისია, რომელიც ვახსენეთ, იღუმენია თაისია, იყო იმდენად წმინდა დედა, რომელს თავის სიცოცხლეში არაერთხელ ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება და ერთ-ერთი გამოცხადების შემდეგ დააწერინა ეს რედაქცია ამ ხატისა, რომელსაც ღვთისმშობლის ქებაც ეწოდებოდა ძველად, იმიტომ რომ იმ ხანად მოხდა დღესასწაულზე გამოცხადება, ესევე ეწოდება სხვა გადმოცემით ღვთისმშობელი წყალთა ზედა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მონასტერი, სადაც უძველესი პირი იყო ამ ხატის დასვენებული, ესე იგი წყალი გაუშვეს, იქ არ ვიცი, ალბათ კაშხლის აგების მიზნით, დაიპყრა მთელი ის არემა, ეს ტაძარი გადარჩა და ღვთისმშობელი აღმოჩნდა წყალთა ზედა. და აი აქედან მიიღო ერთ-ერთი სახელწოდება. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ოფიციალურად ასე ვთქვათ, ამ ხატის სახელწოდება მე ვარ თქვენთან, ის სრული სახელი, რაც თავში მოგახსენეთ. როდესაც ესე იგი
ფიქრობდი ჩემს თავში რამდენად იმადა განსასწრებელი მთელს დედამიწაზე, მათ შორის საქართველოს თავს და ესე შემდეგ, გულმა მითხრა, რომ ღვთისმშობლის უამრავი წმინდა სასაუთმოქმედი ხატები და სწორედ ეს ხატი ამომერჩია იმჯერად და მეთარგმნა. და როდესაც ეს პირველი იკოსი და კონდაკი თარგმნე ამ ხატისა, მოულოდნელად დამირეკეს ახალგორის ეპარქიიდან, რომელიც დროებით რუსეთს აქვს დაპყრობილი თავისი უგუნურებით და ვითომდა სამხრეთ საზღვრების სამხრეთ საზღვრები კი არა, საზღვრები აღარ ექნება რუსეთს, უსაზღვრო კი არ გახდება. პირიქით დარჩება ცენტრალური რუსეთი. ამაზე რომ მეფიქრა, ალბათ სხვანაირად იმოქმედებდა, მაგრამ ძალა აქ და ჭკუ არა, როგორც ერთი რუსული ანდაზა ამბობს. მოკლედ, პირველი იკოსი და კონდაკი თარგმნე რა, მოულოდნელად გაისმა ზარი. ავიღე ტელეფონი, ჩავრთე, რეკავენ ახალ გორიდან. ჩემი ყოფილი სულიერი შვილი, დღეს დედა სალობე, რომელიც პრაქტიკულად წინამძღვარია დედათა იმ მონასტრისა, რომელიც ოკუპაციაში არის დღეს. და მე მინდა გითხრათ ამისი ახოვნების შესახებ, აი სარწმუნოების შესახებ, როდესაც რუსებმა გაანადგურეს, განზრახული ჰქონდათ რომ აეროპორტი აეგოთ, მაგრამ იქვე იყო დედათა მონასტერი და თავდაპირველად ხელი არ ახლეს. და ამ დედებმა რა დაინახეს, რომ ასეთ ვანდალიზმს ეწეოდნენ, ადგეს და თავიანთი ეპარქიის მღვდელთავად მიტროპოლიტ ესაიას ჯვარი აკურთხებინეს და აღმართეს იმ ტერიტორიაზე. რუსმა მეობრებმა სთხოვეს, რომ ეს ჯვარი აიღეთ, მან აეროპორტი ვნახეს. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ჩვენ ჯვარს ვერ ავიღებთ. თუ თქვენ გსურთ აღება, აიღეთ ეს ჯვარი, ოღონდ იცოდეთ შედეგები როგორ იქნება პირადად თქვენთვის და არა მარტო თქვენთვის. ამ სიტყვება შეაშინეს ასე თუ ისე გულის სიხრბეში. ისინიც ქრისტიანები არიან, მაგრამ ნახეთ ქრისტიანი ერთმორწმუნეს რომ ამას გაუკეთებ, თუ იწოდები საერთოდ ქრისტიანად ყოველივე ამის შემდეგ. ასე და ამგვარად წლები გავიდა, ჯვარი ვერ მოხსნეს, აეროპორტი ვერ ააშენეს, რომელსაც მათთვის სტრატეგიული და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. მოკლედ ამ მონოსოს გარდაეცვალა დედა, მანამდე დაურეკე, ზარი არ გადის ყოველთვის ვერ აიღო, ყველგან არეჯებს და ასე შემდეგ. და როცა კი დავიწყე თარგმნა ამ დაუშვებელის, მაშინ დარეკა. და ესე გულიდან უთხარი, აი მეთქი, აი ესეთი ხატია, მფარველი არის საქრისტიანოსი განსაკუთრებულად ამ ხატის მიერ. ჩანაფიქრში მქონდა რომ ესე იგი ეს მეთარგმნა, დავიწყე კიდე თარგმნა და გაისმა, შენ ის არის საიდან ახალგორიდან, რომელსაც ძალზე დუჭირს დღეს საქართველოში აფხაზეთთან ერთად. და გულში მომივიდა მეთქი ეს აზრი რომ ხატი როცა დაიწერება, რომელიც ჩვენ ტაძარში დარჩება, ზუსტი ასლი შევაქმნევინოთ იმავე ხალხს, კახას, დონაძეს და რამენაირად ადვილი არ არის გადმოგზავნოთ დროებით დაპყრობილ მონასტერში. ძალიან გაიხარა ამან, მე ამ ხატის მნიშვნელობაზე ველაპარაკე, ასე და ამგვარად თქვენს თვალწინ არის ეს ხატი. კახამ უკვე მიიღო ლოცვა კურთხევა, აი ქეთევან დიდ მოწამის ხატი როა, დაახლოებით ამხელა ხატი დაიწერება ამ მოცულობის, გაიგზავნება როგორც ამიხსნეს, დედებს უნდა შევატყობინო, საზღვართან მოვლენ, ჩვენი ხარ შეგვიშვებდე, რა თქმა უნდა, საშვი არ მაქვს, ამ ხატს გადავაწყვით საზღვრის დროებითი საზღვრის იქით. და თქვენ იცით რომ დიდი დრო არ არის დარჩენილი, ეს მაშინ მოხდება, როცა რუსეთი დასუსტება და დაუჩოქებს საქართველოს, როგორც რუსი მამაწინასწარმეტყველებს, როდესაც ჩვენი მიტაცებული მიწები და არა მარტო სამაჩაბლო და აფხაზეთი დაბრუნდება სულიად საქართველოს შემადგენლობაში ნიკოფსიიდან დარუბანდამის. აი ეს სოჭის ოლქი და ასე შემდეგ. და ირგვლივ ტურები რო ყულებდნენ საქართველოს მიწებს, ჩვენი გაჭირვები ჟამს, როგორც სულ დაბალ ადამიანს და ერთს შევია. როცა მათ უჭირდათ, ჩვენ ვერ ჩივედით, ჩვენი მეფეები არაერთხელ დაუხსნიათ იქ სომხები და სხვები და ახლა პირიქით აკეთებენ. პირიქით აკეთებენ ყველაფერს. როცა საქართველოს უჭირდა, საუკუნეთა განმავლობაში მაშინ იტაცებდნენ და მკვიდრდებოდნენ ჩვენს მიწებზე. საერთოდ ეხლა სიგიჟე მათში და იქამდები რომ რუკებს გამოსცემენ და ავრცელებენ უცხოეთში. სადაც სამხრეთ კავკასია არის სულ ერთიანად სომხეთი, იქ საქართველო არ არის. წარმოგიდგენია თქვენ რა? კომენტარების ზებედია როგორც ითქვია. ამიტომ მათზე გამოთქმულ წინასწარმეტყველებასაც სომხეთზე გავიხსენებ, რომელსაც წმინდა მამა პაისი ათონელი გამოთქვავს. დაადგება დრო,
როცა შექვა ამ ქვეყანაში და იტყვი, აქ ოდესღაც ქვეყანა იყო, ოდესღაც ხალხი ცხოვრობდა. არ იარსებებს სომხეთი. სხვისას ეპოტინებია და თავისას დაკარგავენ. ისე როგორც რუსები. სადაღარ წაგლეჯერ მიჭებს არა მარტო საქართველოში. ყველაფერს აი ციმბირი და ეს როცა ცენტრალიზაცია დაიწყო რუსების და დარჩილა მხოლოდ მამას ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ. ვინც მახვილს აიღებს, მახვილით განეგმერება. ცნობილი ჭეშმარიტება, რომელიც გამოსათვის საუკუნეებმა. უმძიმესი მოვლენები დატრიალდება, საზარელი ომები და ესე შემდეგ. საქართველოშიც უნდათ ამ ომების გამოწვევა, მაგრამ ღვთისმადლით ჯერჯერობით ეს არ ხდება. თუმცა როგორც იტყვიან, თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, კიდევ ერთხელ შემოვლენ რუსები თავიანთი უხეშით შექმნით და იცოდეთ კარგად. ვინ იქნება მაშინ რუსეთულე, ვინ იქნება, ეგ მაგას ახლო მომავალი გამოაჩენს. გარდა მაგისა, მეორე ხაზერმა გიორგი მეიღო ლოცვა კურთხევა, მას შემდეგ რაც ღირსარწის ხატი დაიწერა მისი ხელით, როგორც გითხარით, შექმნას ხატი ბოროტაგულთა მომდოვრება რამოდენიმე დღის წინ ვისხედით და ვარჩევდით სხვადასხვა რედაქციებს ხსენებული ხატისა და ამოვარჩეთ ერთი ძალზედ მშვენიერი ხატი. ალალად გეტყვით, ხატი თუ არ არის მშვენიერი, თითქოს გული არ მიწევს რომ ვილოცო, არ ვიცი თქვენც ასე ხარ თუ არა, მაგრამ აი ყველაზე მშვენიერი ვიზუალურადაც და რატომ არ უნდა ამოგვერჩია მაგასაც ვკითხულობ, ამოვარჩეთ ღვთისმშობელ მარიამეს. თვითონ ღვთისმშობელი მარიამის გარეგნობაც იყო მომნუსხველი და პირველ ყოვლისა იმ ნათლით და მადლით, როგორც წმინდა მამები გადმოგვცემენ დიონისე, არეოპაგენი, ნიკოლოზ კალისტა და სხვები, რომელიც შეაგროვა ყველა წმინდა გადმოცემა ღვთისმშობელ მარიამზე არსებული და ერთად მოუყარა თავი, რომ ის იყო მშვენიერი გარეგნობისა და როგორც მისგან შობილ ძეზეც ეწერა ჯერ კიდე ათეული საუკუნეებით ადრე ქრისტეს მოვლინებამდე დედამიწაზე უშვენიერესი შორის ძეთა კასთასა. ქრისტესია წინასწარმეტყველები ნაქვამი და რა თქმა უნდა უშვენიერესი ყოველ ჩვენიერი ღვთისმშობლისა დანიშვა, მაგრამ მე არ ხას უსვამ ჩემოკეთილო გაგვითა კი აღნიშნე კიდეც რომ მე მის ჰაბიტუს კი არ გულისხმობ როგორც ესეთი ადამიანურად ჩვენიერს იმდენად, თუმცა ესეც არ უნდა, არამედ გულისხმობ იმ მადლს და ნათელს, რომელიც ღვთისმშობელ მარიამის პირისახისაგან გამოშვიოდა. იმ მადლის მიერ, რომელიც მან დედის მუცლიდან, რადგან ნაყოფი იყო მართავთა მშობელთა ლოცვისა და სიწმიდისა, მოაგროვა, შეაგროვა შეიძლება ითქვას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და როგორც ლამაზად და ფერადად შემგული დედოფალი, როგორც სალმონშია მასე წინასწარმეტყველება, დაждდა მარჯვენით, დადგა მარჯვენით ძისათვისისა და ღმრთისათვისისა. თითქოს ჩვეულებად ვექცა რა კი ღვთისმშობლის ეს ხატი დაიწერა და მოვზანდა აქ იკურთხა, რომ და ამ ხატის ხსენება მესამე თვამბო ღვთისმშობლის ქების დღეს დიდმარხვის მეხუთე შაბათს ერთგვარი ქება შესხმა მიუძღვანო წმინდა მამის გრიგოლ პალამას მიერ. კერძოდ ის რაც მინდა თქვენ სიყვარულს არ მოუდგინო და გავაცნო, არის გრიგოლ პალამას ერთ-ერთი ქადაგებიდან შესახებ ყოლა წმინდა ღვთისმშობლის ხარებისა გამოკრეფილი და აი მინდა თქვენ სარწმუნოებას იგი გავაცნო. აქ წმინდა მამა მსჯელობს თუ როგორ შეიქმნა დედა ღვთისა ღვთისმშობელი მარიამი უახმატებულესი ანგელოზთაცა, მთავარ ანგელოზთაცა და ყოველთა წმინდათათა. რა საიდუმლოება აღესრულა ხარების ჟამს. აქ ორი მომენტი უნდა გამოყოთ, სადაც მოგახსენებთ, როდის იყო მუცლად ღვთისმშობელმა მარიამმა. ამისთვის რა იყო საჭირო? არა მარტო მისი სიწმინდე, როგორც ესეთი, არამედ ცოცხალი და ღრმა სარწმუნოება, რომლის რწმენა მას დაიტია ის, რასაც ალბათ ანგელოზიც ვერ დაიტევდა, ყველა დასისა. როგორც მამები ამბობენ, რომ სულიად უჩვეულო საკით უნდა ეღო მუცლად ღვთისმშობელს და მშობელი იყო მისგან ხსნელი სოფლისა, თავად მშობელი და დამბადებელი ყოვლისა, ხილულისა და უხილავისა. ეს არის მიუწვდომელი საიდუმლოება, როგორც წმინდათათვის, ეგრეთვე ანგელოზთათვის. მაშა რას ამბობს წმინდა მამა? დიდი და ღვთიურია, გამოუთქმელი და მიუწვდომელი ამასთან არა მარტო კაცისთვის, არამედ ანგელოზთა და მთავარ ანგელოზთათვის ის ფაქტი, რომ იესო ქრისტეს ძლით
ჩვენი ბუნება ღვთის მსგავსი შეიქმნა და შემდეგ გაშლის მსჯელობას კერძოდ როგორ გახდა ჩვენი ბუნება რა გზით განეხმრთობა ის ფაქტი რომ ადამიანისთვის ბოძებულია სამოთხეში დაბრუნება მისი ჩვენთან მოსვლით განკაცებით ჩვენ გვეძლევა საშუალება დაკარგულ სამშობლოში დავბრუნდეთ საიდუმლოება ესე იწყება მოვლენით რომელსაც ჩვენ დღეს ხარებას უწოდებთ რომელიც აღწერილია ლუკასაგან სახარებაში მის პირველ თავში კერძოდ თავარანგელოს ქალწულისათვის კეთილი უწყება მოაქვს იესო ქრისტეს მუცლად ღებაზე ხოლო ქალწულმა განცვიფრებაში თავარანგელოს კითხა მასზე ეს როგორ მოხდებოდა და რატო კითხა არა იმიტომ რომ გულწრფელო იყო არა იმიტომ რომ მას სწორედ თავარანგელოს გაბრიელის თანდასწრებით როგორც წმინდა გარდამოსება გვეზრახება წმინდა თმიდათაში დადებული ჰქონდა აღთქმა ღვთის წინაშე რომ მარად ქალწულად დარჩებოდა არასდროს არ გათხოვდებოდა თელ თავის ცხოვრებას და ყოველივეს რაც ღმერთმა მისცა ბუნებითი ნიჭებით მადლიანი ნიჭები ყოველივე ამას შესწირავდა თავად ღმერთს ნამდვილ მიზეზს მადმოსილებისა აი ამიტომ დაეკითხა პირველ ყოვლისა კი მაგრამ ეგ როგორ იქნება რამე თუნდაც შენი თანდასწრებით წმინდა წმინდანში აღთქმა მაქვს მიცემული მაღალი ღმერთისთვის და ეს სიტყვებიც მიაყოლა ამ განცვიფრებაზე ვითარმედ იყოს ესე ჩემ და რამე თუ მე მამაკაცი არ ვიცი დაეკითხა იგი თავარანგელოსმა კი ამის პასუხად ღმერთს მოუხმო შეწევლისათვისაც თქვა სული წმიდაი მოვიდეს შენზე და ძალი მაღლისა იქ ფარვიდეს შენ წმინდა მამათა განმარტებით ძალი მაღლისა რომელიც აგრილობდა ანუ ფარვიდა ღვთისმშობელს ხარების უწინარეს არის ერთი სამებისაგანი კერძოდ ყოვლადწმინდა სამების მეორე იპოსტასი ზეღმრთისა სული წმინდა გარდამოვა შენზე და ძალი მაღლისა მოგიცავ შენ და ამ გზით მოხდება მუცლადღება ერთი სამებისაგანისა ეს არის იგივე ღვთისმეტყველება ანუ თავარანგელოსმა გაბრიელმა ღვთისმეტყველა ღვთისმშობელ მარიამს და ამ გზით განმართა როგორ აღესრულებოდა ეს საიდუმლოება თავარანგელოზის ეს აღსარებლობა წინაშე ქალწულისა თავის თავში დიდ საიდუმლოებას მოიცავს იმისთვის რათა ადამიანი იხსნას კაცთა მოდგმის მაცხოვარი და განმანთავისუფლებელი თავად ხდება ადამიანი ჩვენ როგორც გაცვეთილი ტრივიალური გამოთქმამოს ჩვენ რომ ვეღარ შევძელით დაკარგულ სამშობლოში დაბრუნება და დროთა განმავლობაში საუკუნეთა განმავლობაში ძაბუნდებოდა ჩვენი ნება ანუ ნება ცხონებისა და დაკარგულ სამოთხეში დაბრუნებისა ამიტომ თავად ღმერთი მოვიდა დედამიწაზე დავარღვიეთ რა ღვთისმცნება თავად ჯოჯოხეთის ფსკერამდე დავეშვით და ერთი მეორის მიყოლებით მრავალი უბედურება გვეწვია უბრალოდ სამოთხე კი არ დავკარგეთ ღვთიური მცნების დარღვევით არამედ იმ დღიდან წუთის სოფელში შემოხდა სიკვდილი ადამიანი რომელიც იყო უგდავი როგორც სულით ესეთ ხორცი რადგან ღვთიური დიდება ფარავდა მის სხეულსაც გახდა მოგდავი და არა უბრალოდ კვდება ადამიანი არამედ ადამიანი ჯოჯოხეთის ფსკერამდე დაეშვა უშინა განეცში ჯოჯოხეთისა ანუ მისი გამოხსნა ბევრად ძნელი შეიქმნა კაცთა მოდგმამ ჭუნვარება იგება ამ წუთის სოფელში ვიდრე მოკვდებოდა სიკვდილი ჩვენი ცხოვრება წუხილით აივსო და აი ღმერთმა თავისი კეთილ მოწყალებით მოწყალებას ნიშნავს ძველ ქართულად კეთილ მოწყალებას ესე იგი თავისი კეთილ მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით რომ შექმნა მოდრი კაცანი და გარდამოხდა ქვეყანად იმისთვის ღვთისმშობელ მარიამის ერთ-ერთ საგალობელშიც იგივეა ნათქვამი რომ მისმა ლოცვებმა მოდრი კაცანი და გარდამოხდა ერთი სამებისაგანი ესე იგი ღვთისმშობელი მარიამი ევედრებოდა მესიის მოვლენებისთვის კაცთა მოდგმის ხსნისათვის ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა ვედრება და როდესაც დადგა ჟამი ანუ კეთილი დრო მოდრი კაცანი ქრისტე ძեղთისან და გარდამოხდა და მუცლად იყო ღვთისმშობელმა მას მოდრიკნა უფალმა ცანი და გარდამოხდა ქვეყანად იმისთვის რათა მოვეძებნეთ ჩვენი ბუნება მან წმინდა ქალწულისაგან მოიღო და აიღო რა განაახლა ამადაც ეწოდება ჩვენს მომძიებელ ღმერთს წყემსი კეთილი აი ჩვენს გვერდით არის ხატი გამოხატული ოქროჭედულობით წყემსი კეთილი რომელმაც დაკარგული ცხოვარი მოიწია მხრებზე მოისვა და დააბრუნა ზეციური მამის სამწყსოში ესე იგი სასუფეველში ამიტომ ერთ-ერთი სახელდება მაცხოვრის არის ასევე წყემსი კეთილი და თვითოული
მღვდელმთავარი არის ასევე მწყემსი და უნდა იყოს უეჭველად კეთილი. როგორც ჩვენი ცხოვრების წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვარმა, ესე იგი მღვდელმთავარმა მელქისედეკის წესით სულითვისი დაზვა, ხორცნითვისი განსტეხა და სისხლით დასწია ჩვენი საცხოვრებისათვის, ასევე ყოველი ეპისკოპოსი მღვდელმთავარი მოწოდებულია სულითვისი დადგას ქრისტეს სამწყსოსთვის, როგორც პეტრე მოციქულია, ჩვენი პირადი კი არ არის ეს სამრელო თუ სამწყსო, არამედ ქრისტესია, რომელმაც ჩააბარა თავის სამღვდელო იერარქიას, რაიცა დამსხსან ისინი და მისცა იფქლი იგავისენით რომ თქვა, ქვილი, ანუ სწავლება და მადლი, რათა აპურებდნენ ქრისტეს სამწყსოს და თავის ჟამს, როდესაც დაბრუნდება დიდებით განშაც, კერძო ცხოველთა და მოდარდთან, თითოეულ სამოდელო პირს მოგკითხავს იფქლსაც და სამწყსოსაც. ხომ არ იქნა დაზიანებული? გელმა ხომ არ წარიტაცა? თავად ხომ არ მიგვარა გონიერ მგელს, ესე იგი ეშმაკ თავისი პიონარებით, დაუდევრობით მღვდელმთავარმა, მღვდელმა თუ მონოსორმა. წარმოგზავნის რა მთავარანგელოს ქალწულთან ღმერთი ერთი მხოლოდ სიტყვიერი მისალმებით ხარების დღესასწაულზე რომ გაისმის, მას ქრისტეს დედად ხდის. ესე იგი უკვე სიტყვით, იმიტომ რომ ვითარცა დედაფრისა მოიკითხა და ეს არის წინასწარმეტყველება, ეს უეჭველად მოხდება. მაგრამ ღმერთმა, რომელმაც ყოველივე უწყის და მათ შორის რაც კაცშია და რაც ღვთისმშობელ მარიამშია, მარად ქალწულში მოიკითხა რა ვითარცა დედა, ამით გამოაცხადა რომ არაფერი არ დაუდგებოდა ამ წინასწარმეტყველას, მაგრამ რა იყო საჭირო? ასე ვთქვათ, გარეგანად საჭირო იყო ღვთისმშობელ მარიამის დასტური. ანუ სოციალი და მტკიცე სარწმუნოება, იმიტომ რომ რაც ღვთისმეტყველებით გამომართა მთავარანგელოსმა გაბრიელმა ამას არადუ ადამიანის გონება, ანგელოსთან ვითარცა სულიერი გონებანი, ასე ვთქვათ, სული ვერ დაიტევენ ამას. მაგრამ ღვთისმშობელს ღრმად სამდა რომ შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისა მიმართ. ესე იგი ჯერ განსვიფრდა ამგვარ მოკითხვაზე მთავარანგელოზისა, შემდეგ მიიღო განმარტება და არა უბრალოდ განმარტება მიიღო, აღიარა სარწმუნოება თავისი, რომ ყოველივე შესაძლებელია ღვთისა მიერ. და რა თქვა? ეჰა, ხევალი ღვთისა, იყავ სიტყვისაებ შენისა. იმ სიტყვისაებ, რომელიც შენ ზეცი და ღვთისაგან დედამიწაზე წმიდა წრიალთაში ჩემთან მოიტანე, იყოს სიტყვისაებრ შენისა, რომელიც ღმერთმა მოგცა და წარმოგზავნა ჩემთან. და წმინდა მამები ამბობენ, როგორც კი წარმოსქვა ღვთისმშობელმა ამ წინადადების პირველი სიტყვა, ეჰა, სული წმინდა დაეშვა მასეთა და ძალი მაღლისა მიიღო თავის დედოფალ ქალწულებრივ წიაღში. ანუ მუცლად იყო. ეს მოხდა მეხსაშინა და როგორც კი მიიღო კაცობრივი ბუნება ძევთისა ღვთისმშობელ მარიამის წიაღში, ერთბამად მაშინვე მეხსეულად განაგრძო ადამიანური ბუნება. ესე იგი, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონია იწამებდა თუ არა ღვთისმშობელი მარიამი, მაგრამ ღმერთმა რომელსაც ყოველივე უწყის, უწყოდა მისი ცოცხალი და ღრმა სარწმუნოების შესახებ, მაგრამ საჭირო იყო ამის აღსარებლობა. იმიტომ რომ პავლე მოციქულიც ამბობს, უნდა წამდეს ჭეშმარიტებისა გულში, მაგრამ მარკმარა გულში დაიმარხო. საჭიროა მისი აღსარებლობა. იგივე ასეც გამოთქვა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ორი დიდი ღვთისმეტყველი მამა. და გარდა ამისა, არა მარტო დაიმარხო გულში ჭეშმარიტება, არა მარტო აღიარო, არამედ და მისი ერთგული იყო თუნდაც მოწამეობამდე, არამედ წმინდა ცხოვრებით დაამოწმო შენი გულითადი სარწმუნოება და აღსარებლობა. ამიტომ როდესაც ქრისტიანები წარუდგებით ღვთის სამჟაროზე, უფალი ღმერთი პირველ ყოვლისა ამ სამ რასმე მოგთხოვს. ერთ-ერთი პირველი საქმეება, რომელსაც ის ჩვენგან გამოეძიებს, არის მოწყალება. შერი ვიყავ და არ მაჭამებ წყურ და არ მასვით. შიშველი არ შეყო, პატიმარი არ მომნახო. ესე იგი, გაჭირვებაში ვიყავი და არ მანუგეშებდით. რა მარტივია სინამდვილეში ცხონება. ანუ ერთი სიტყვით რომ გავუთხრა, ჩვენ უნდა წამდეს ღმერთი და ვიყვარდეს მოყვასი. არა ფილოსოფიურ საფრთხისმეტყველო თუნდაც ტრაქტატების კითხვა და შესწავლა, არამედ პირველ ყოვლისა მოწყალება ადამიანის მიმართ.
და ისეთი დროება მოდის, რომ შესაბრალისი იქნება ყოველი ადამიანი. და ოქროზე ბევრად ძვირი გახდება, როგორც წყალი თუნდაც წვიმისა. საროთის შეიკრავს, ისე ბალახის ირებიც, როგორც წმინდა მამები ამბობენ. და რამდენად დიდი იქნება ამ გაუსაძლის გაჭირვებაში, წვეთი წყალი მისცეს სხვას და გავონაკილოს მცირეოდენი საზრდელი. ღრმად უნდა წამდეთ, რომ ღმერთი ჩვენ არ დაგვაგდებს. ეს ხდება ქუჩაში, როცა მივდივარ, ფეხით ზოგიერთები მაჩერებენ, კურთხევას იღებენ მოზილისგან, მერე მომიკითხავენ, რომ ვისმენთ თქვენს ქადაგებებს, ყოველ ქადაგებას და აი ერთმა მათგანმა გუშინ ასეთი კითხვა დამისვა, რომ მოვისმენთ თქვენი ქადაგება წინასწარმეტყველებათა მიხედვით, რომ აი მაგალითად რა ელოდება ამერიკის კონტინენტს, ჩემი და იქ ცხოვრობს ოჯახი და როგორ იქნებაო? წარწყდებაო? თქვენ უნდა იცოდეთ მეთქი საყვარელო, რომ ღმერთი უნანელ ცოდვილთან ერთად არ დაყუპავს თავის მართალს და მოუყვანე ბიბლიიდან მაგალითები. აი სოდომ გომორი ხო გსმენია? კი, ღმერთმა რომ წარწმიდათ ცეცხლში და მრისხანებაში. ორიგენის განმარტებით ეს ხუთი ქალაქი ადამიანის ხუთ გრძნობას განასახიერებს. ესე იგი თუ ჩვენ მხოლოდ სენსუალურად ვიცხოვრებთ, გრძნობებს ავყვებით და დავეწაფებით, ჩვენ ცეცხლში დავიწვევით. ადამიანი პირველ ყოვლისა არის სულიერი და გონიერი არსება. ამას უნდა ეციებდეს და ამის მერე მიეცემა მას სათასასუფლებელი. იემატება ყოველივე რაც მას მიწიერ ცხოვრებას ჭირდება. უპირველესად ვეძებდით სათასასუფლებელს. მაგრამ როგორ მოხდა მეთქი სოდომ გომორში? ყველა წარწმიდა? მხოლოდ ერთი დაინარჩუნა. ვინ იყო? აბრაამის მისული ლოტე. არა იმის გამო, რომ მისი ძმისწული იყო, არამედ იმის გამო, რომ კაცი მართალი იყო. თავის ოჯახთან ერთად გამოიყვანა, ოღონდ უთხრა, უბრძანა ღმერთმა, რომ უკან არ გაეხედათ ქალაქებისკენ. ისე დაეტოვებინა. ესე იგი ცნობის წადილმა წაზლია მის სულს, ეურჩა ღმერთის კურთხევას, უკან მიიხედა და რა მოხდა? მართალია ცეცხლში არ დაიწვა, მაგრამ მარილის თოშად იქცა. და დღემდე ყოფილ ვარ იმ ადგილებში მიუთეთებენ, სად მოხდა ეს ყველაფერი. ესე იგი, ვინც მართალი იყო, ის გამოიყვანა, ხოლო მერე უკვე დაღუპა უნანელი ცოდვილები, რომელიც ენით აუწერელ ცოდვებს შადოდნენ იმ ხუთ ქალაქში. წარღვნა გსმენია? კი, რა თქმა უნდა, არქეოლოგიური გათხრებიც კი მოწმობს, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი დედამიწაზე, სრულიად დედამიწაზე წარღვნას. როგორ მოხდა აქ? ვიდრე წარღვნა მოხდებოდა. გამოიხმო თავისი მართალი ნოე, ერთადერთი ადამიანი იმ სოფლიოში, რომელიც ღმერთის სათნოდ ცხოვრობდა მოსაცონად და ყველა დანარჩენი ღმერთის გამარისხებელ საქმეებს ჩადოდნენ და მის წინააღმდეგ მიდიოდნენ. გამოიყვანა, უბრძანა კიდობანი აეგო, რომელიც ალეგორიულად წინასახია ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სადაც გადარჩა ის და ყოველივე ვინც და რაც შეიყვანა ამ კიდობაში 100 წელი უკადაგებდა ამასობაში, აგებდა რა კიდობას, სინანულს, აბუჩად იგდებდნენ ნოესაბა, რა ნიშნებია ცაზე გვითხარი ერთი, რომ იქნება ღვარცოფები და წვიმები. ღმერთმა შეიბრალა, რადგან მართალი ნოე ევედრებოდა მათთვის, არ იღებენოდა კიდევ მიბოძე დრო, რომ უკადაგო ნოე მართლის სიყვარულისთვის, როგორ უყვარს ერთადერთი ადამიანი, წმინდა, მისი სიწმინდის გამო, რომ დაინდო კიდევ 20 წელი სოდვაში შთაფლული კაცობრიობა. მაგრამ როდესაც არც მაშინ მიიღეს მისი ქადაგება სინანულისა და აბუჩად იგდებდნენ, უფრო მეტად უბრძანა ნოეს, შეიყვანა ყოველივე ცოლ-შვილი, ცხოველი იმდენი და ამდენი, რამდენის ღმერთმა უბრძანა და თავად დაუხურა სარკმელი. და ამის შემდეგ წამოვიდა მრისხანების 40 და ღამესზე მეტი ვრცელდებოდა. უმაღლესი მწვერვალების კი დედამიწისა დაიფარა. ესე იგი, რაც მეუბნება ეს მაგალითები, რომ ღმერთი თავის მართალს არასდროს არ დაღუპავს უნანელ ცოდვილებთან ერთად და არ დაშის. იმ დროებაში როგორ იქნებიან მართლები, მათაც ხომ ხორცი ესწება, ჭამა ხო უნდა, თუ ბეჭედს არ მიიღებს, ვერ მიიღებს საზრდელს, რომელიც მალე ამოელება და მიადგებიან თავიანთ მამამარჩენელს, სრულ მესიას, ანტიქრისტეს შეღაღადებენ, რომ საჭმელი არის, ասում მაშინ გამოამჟღავნე ღმერთი ხომ არა ვარო და აქამდე დაბეჭდა თითქოს ღმერთი იყოს ადამიანები.
პირველად გამოამშრალეს ვინც არის სინამდვილეში სამპირი დახვრა და მიწა არ აღმოაჩენილი, რომ ადამიანთა ცოდვის გამო, დიდი აპოსტასიის ღვთისაგან განდგომის გამო დაიწყება დედამიწაც ცაცდა ადამიანიც. და მერვე გამოჩნდება უკვე ენოქი და ელია იერუსალიმში და აქ ივანე მახარებელი. რაც შეეხება მართლებს, როგორც ხშირად გვიხსენებია, სქემონაზონია მაგარიანო, ჩვენ თუნდაც ტალაც მოვზილა, ვილოცეთ ჩვენი უფლის მიმართ, ჯვრის ნიშს, რითაც გამოგვისყიდა ცოდვისა, ხრწყილებისა და სიკვდილისაგან დავსახავ და უტყდეს პურებად შეგვერგება. რა არის ჩვენი უფლისთვის? შეგვიძლია თუ შენში თუნდაც მდოგვის მართლის ოდენაც მენა. ნუ ეხლა შენ თუ მეტყვი, ვეუბნები იმ დედაგაც, ეს არის ძველი მაგალითები ბიბლიური, მოახლეს მაგალითს მოგიყვან. გასული საუკუნის 60-იან წლებში წყნარ ოკეანეში მრავალ კუნძულთან ერთად არსებობდა ერთ-ერთი საკმაოდ მოზრდილი კუნძული მარტენიკი ერქვა სახელად. ეს იყო იმდროინდელი გარყვნილების და განცხრომის ერთ-ერთი ცენტრი. ასეთები დღეს სამწუხაროდ უკვე ბევრია დედამიწაზე. ამით სულ ერთიანად განცხრომის და გარყვნილების ცენტრებად იქცა დედამიწა. და არა მარტო მათი დედაქალაქები, რა თქმა უნდა. ღმერთმა განაჩენი გამოუტანა და თავის რჩეულებს გამოუცხადა. ვიდრეხა იმ კუნძულზე ცხოვრობდა თუნდაც ერთი მართალი, ღმერთი აყოვნებდა. როგორ გაიყვანა ის? ერთი ავადმყოფობა შეეხარა და იძულებული იყო სამკურნალოდ გადასახლებული იყო სხვაგან, დროებით თუნდაც. მეორეს გამოცხადება მისა, სხვადასხვა მიზეზები განუჩინა ღმერთმა და როცა უკანასკნელმა მართალმა გაადგა ფეხი კუნძულ მარტინიკიდან, მაშინ მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და სულ ერთიანად შთაიდგა წყნარი ოკეანის წყლებში, ტალღებში ეს კუნძული. ეს სამი მაგალითი, ორი ძველი ბიბლიური და ერთი თანამედროვე, თვალსაჩინოდ გვაჩვენებს, რომ უფალი ერთნაირად როდი განშის უნანელს ცოდვილსა და მართალს. ასე რომ მივეწებოთ ღმერთს, ვიცამოთ თელის გულით, თელის არსებით, რადგან დაცულს და დაფარულს სწორედ ღმერთი იცავს და იფარავს. ისეთი საშინელი დროება გვიახლოვდება, რომ ადამიანი წარმოიდგინე ინატრებს სიკვდილს, რასაც ყველაზე მეტად გაურბოდა აქამდე და არ უნდოდა ინატრებს სიკვდილს და სიკვდილი თითქოს გაიქცევა ფისკან. მიუარყავრა ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი, შემოქმედი შენ, მიიღერა სრულ ღმერთი ანტიქრისტეს სახით, მაშინ დავანებული სატანი 12 წლიდან, ესე იგი შენ სრულად უნდა იტანჯო მის გამო. და თუ შეამოკლებს ამ ჭირის დღეებს, როგორც აპოკალიფსია ნათქვამი ივანე ღვთისმეტყველისაგან, მხოლოდ და მხოლოდ თავისი წმინდანების და მართალთა ლოცვით. და ამაში წყალობა იქნება. იმიტომ რომ თუ გაგრძელდებოდა, ისინი უფრო მეტად დაიტანჯებოდნენ. ღმერთმა შეამოკლა მათი ჭირის დღეებს ერთგვარად, თორემ ამგვარ ტანჯვას დედამიწაზე გაგრძელებად მოყვებს საშინელი სატანჯველი ჯოჯოხეთში. რატომ ყველაზე საშინელი? იმიტომ რომ როგორც წმინდა მამები ამბობენ, ისეთი ცოდვა ღმერთის უარყოფა და ანტიქრისტესგან დაბეჭდა მისი მიღება, რომ არ ეპატიება ადამიანს, არც ამ სოფელში და არც ზესტასოფლ, არც მარადიულ ცხოვრებაში. ღმერთმა დაგვიფაროს ყველანი. მიცავს ჯვარი ჯვარს სულის და ამიტომაც ვარ დაცული. აი ეს არის ჩვენი სასუება. ჯვარი პატიოსანი და მასზე ჯვარცმული ჩვენისა ცხონებისათვის ქრისტე მაცხვარი ჩვენი. ნუ ჩვენი შევჩერდით გადავხვიეთ საყვარელო, აუცილებელი იყო ღვთისმშობლის თანხმობა და გაზიარება იმ წინასწარმეტყველებისა, რომლითაც მოიკითხა ღვთისმშობელი მარიამი მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა. ეჰა, ხევალი ღვთისა იყავ სიტყვისა ებშენისა. ჩვენი ბუნება მან ანუ წმინდა ქალწულისაგან მოიღო და აიღო რა განაახლა. ესე იგი მიიღო და განაახლა ჩვენი ბუნება. განაღვთო. წარმოგზავნის რა მთავარ ანგელოზ ქალწულთან ღმერთი ერთი მხოლოდ სიტყვიერი მისალმებით ხარების დღესასწაულზე რომ გაისმის, მას ქრისტეს დედად ხდის. თუ კი ქრისტეს მუცლადღება ადამიანებისთვის ბუნებრივი სახით მოხდებოდა, როგორც ჩვენ ჩდებით, მაშინ ქრისტე ახალი ადამიანი არ იქნებოდა. ხოლო აც იგი ჩვენთან მოვიდა და კაცი შეიქმნა სულისაგან წმინდისა. ხორცლი შეისნა ქალწულის საშოში, დარჩალა უცვალებელ ღმერთად და შეიქმნა რა კაცად. და კერძოდ რისგან განკაცდა? ვისგან? ღვთისმშობლისაგან, კერძოდ მისი ქალწულებრივი უბიცო სისხლისაგან მიიღო ხორცლი, კაცობრივი. ქალწულის სახელი იყო მარიამ, რაც ნიშნავს ქალბატონს. სხვა ქადაგებებში გვითქვან სხვა მამათა მიერ
რომ მარია ამავე დროს სხვა მნიშვნელობის მატარებელიც არის. ქალბატონს ნიშნავს მადონას, მაგრამ ის ნიშნავს ასევე ეს არის გამომხატველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უმთავრესი სათქმეების გამომხატველი სიტყვის პირველი ასოებისა, როგორიც არის წმენა, მარხვა, მოწყალება და ლოცვა და ასე შემდეგ. ეს ანაგრამები ამას აღნიშნავს. იგი მართლაც და ქალწული იყო როგორც ხორცით, ეგრეთ სულით. არც ერთ მის ხორციელ გრძნობას არ გააჩნდა არაწმინდების მინარევი. მის შესახებ წინასწარმეტყველება იყო დაწერილი მასეთ, რომ ეს კარი დახშული დარჩებოდა და არავინ გავიდოდა მასში გარდა ქრისტესი, როგორც ეზეკიელ წინასწარმეტყველებდა და ასევე ესაიასთან არის მსგავსი წინასწარმეტყველება. მაგრამ ყოვლადწმინდა ქალწული ქალბატონად სხვა მიზეზის გამო ითვლება. იგი ყოველივეზე მეუფებს, რამდენადაც თავად იგი თავისუფალია. იგი თავად კაცთა მოტკბის თავისუფლების ძირია. ამიტომაც გამოეცხადა რა მთავარანგელოზი მას ამგვარად მიმართავს. გიხაროდე მიმადლებულო უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დეთა და შორის. შიშობდა რა, რათა ანგელოზის ნაცვლად მატყუარას, ანუ მასთურს თანამოსაუბრი არ გაეხადა, ქალწულმა ეს მისალმება არ მიიღო გულსმოდგინე გამოკვლევის გარეშე. კი არ დაეშვა, როგორც წმინდა მამები განმარტავენ, არამედ განიხილა, განსაჯა და შემდეგ მიიღო ის, ვისი მიიღება თუ ანგელოზისთვის იქნებოდა დაუჯერებელი. იგი შეწუხდა და დაეკითხა, თუ როგორაა ეს შესაძლებელი, ხოლო მთავარანგელოზმა კი მისი ღვთისმოყვარული შიში განაბრია და უთხრა რა, ნუ გეშინინ მარიამ, რამე თუ პოვე მადლი წინაშე ღვთის, ანუ ეს ადამიანურად არ მოხდება, ეს მოხდება ღვთის მადლით, რომელიც შენი წმიდა და უბიცო ცხოვრების გამო პოვე ღვთის თვალში. ქალწულმა მთავარანგელოზის სიტყვები ეჭვეშ იმიტომ როდი დააყენა, რომ მას ღმერთი არ სცამდა. არა, იგი ეცა და გაეგო, როგორაა შესაძლებელი ამ სასწაულის აღსრულება. სწორედ ამიტომ მიიღო რა მთავარანგელოზისაგან განმარტება, ღვთისაკენ ისრაფის და მას მიმართავს ლოცვაში, ხოლო შემდგომ კი მთავარანგელოზს ამგვარად ეუბნება. მას თუ კი როგორც შენ ამბობ, სულიწმიდა გარდამოვა ჩემზე და რათა მე უფრო მეტად განწმინდოს, ისე რომ შეუძლო მაცხოვრებელი ნაყოფის მტვირთველ ვიყვნა, თუ კი ძალი მაღლისა, ანუ ერთ სამებისაგან მადრილობს, ანუ დამიფარდა, რომელიც ჩემში როგორც ადამიანს წარმოქმნის მას, ვინც ღმერთია და მეუფე საუკუნეთა, მაშინ წამს, რომ ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. მას აიმე ხევალი უფლისა და მეყავმე სიტყვისა შენისა. ამის შემდეგ ანგელოზმა ქალწული დატოვა რა მის საშოში მასთან შეერთებული შემოქმედი ქვეყანისა. კაცრად რო თქვა, არა მთავარანგელოზმა დატოვა, არამედ დატოვა სულიწმიდა. მაგრამ ანგელოზმა ახარა და განუმარტა ეს საიდუმლოება. ანუ როცა განშორდაო მთავარანგელოზს, უკვე მიდგომილი იყო ღვთისმშობელი მარიამი. უცლად იყო უკვე. არა ისე რომ მერე მოხდა და სხვადასხვა მეხსეულად მოხდა, მისი რწმენიდან და აღსარებლობიდან გამომდინარე. ამის შემდგომ ყოვლადწმინდა შეიქმნა ერთადერთი არსება მდგარი შექმნილ და შეუქმნელ ბუნებათა ზღვარზე. გახდა დამტევნელი დაუტევნელისა. ამერიდან ღვთის შემდგომ ყოველი ღმერთში მორწმუნე უგალოს მას როგორც ღვთის დედას. იგი მიზეზი ამ ქვეყნად ყველა სიკეთისა. იგი მფარველი და ყოველთა საუკუნოთა სიკეთეთა მომცემელი. იგი დასაბამი მოციქულთა, იგი განმტკიცება მოწამეთა, იგი დიდება ქვეყნიური და მხიარულება ზეციური. იგი სამკაული ყოვლის საქმნილებისა, მისგან მივიღებთ იმედს ჩვენს და დე მისი დაუცადებელი ლოცვებით ჩვენ ყოველთათვის მოვიდეს დიდება და სიხარული იმისა, ვინც შობილი მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა განკაცდა მისგან ჩვენი დედოფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან, ხოლო მას უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა ჩვენის ყოველგვარი დიდებაი, პატივი და თაყვანისცემაი საუკუნიდან და უგუნისამდე. ამენ.